ლერი სამწუთს როგორც მთელი ამ ტურნირის კონტინენტის პირველობის განმავლობაში როგორი ჭიდაობა შემოგვთავაზა აბულაძე აქტიურობა სტილობს ახლა მამადოვი რო იქნებ თავად გამოჩნდეს აქტიური თუმცა ლერი ერთგოჩაც არ უთმობს ახლა უნდა მივაწვეთ ჩვენც არ ვაწყობს ესე კარგად უჭირავს ტემპი სწორად მიყავს ლერის ბატონო სწორედაც გამოეცალა მე თავარია ზუსტად ის სცენარი მიდის ახლა როგორც ვერ დაატრიალოს უკვე წინ ვართ მაგრამ ლერის საკმაოდ ძლიერი აქვს ეს კომპონენტი დამუშავებული პარტერიდან და ვნახოთ ხა როგორ გამოიყენებს ბატონო თან ძალებიც ისე აქვს კარგად დაზოგილი აი ნახეთ როგორც კარგი დასვენებული მივიდა ახლა არ არის ადვილი აქედან ახაჩვა აგლეჯვა შეკრა ხელები კარგად შეკრა თანაც აშვებინებს ახლა მამადოვი ახლა უნდა დავიწყოთ მოძრაობა ლერი აბა წამოხა ჩამშვენივრად წამოწია ვნახოთ გრება ახლა ფეხს ხმარობს და კარგია და აბა ტუშა კიდევაც იყო რამოდენიმე წანი კარგი შანსი ჰქონდა მაგრამ ბატონო ისევ შეკრული აქვს ხელები ახლა ოდნავ ამოისუნთქებს აღარ გარისკა და სწორიც ქნა როგორც 4-ს კი შეიძლება იქ 4-იანის მიცემაც ახლა ჩელენჯი დაარტყა კი ბატონო თვითონ მოითხოვა აი რა კარგად აკონტროლებს თლიანად შეხვედრას ამას ვიძახი სწორედ საჭიდაო ინტელექტი ძალიან მაღალი აქვს ამბის და აი ძალიან დამაჯერებელია რა ძალიან დამაჯერებელია აბა ვნახოთ ახლა სამართლიანად ითხოვს 4-ს და გონი უნდა დაგვიქვა ყოფილი ამპლიტუდა საკმაოდ იყო და თან ბეჭებზე კი ბატონო ახლა დააკრა აბაზე ნაკლებ კი თან გააჩერა ცოტა ხანი აი ნახოთ აი ბოლო ფაზა ნახონ რაც თავარია ტრიალის და შემდეგ უკვე ფეხით როგორ უშლიდა ხელს მამადოვი და აი აქ ნახეთ როგორ შეაყონა ხიძე დააყენა და ახლა მეტი რაღა უნდა აბა ახლა კი ბატონო ძალიან კარგად მაღალ სტატურად შეასრულა ახლა ყველაფერი ესეც მოვიგეთ ჩელენჯი და 4 ქულა აი ამას ვიძახი გიორგი როგორ კარგად აკონტროლებს ხო 5-1 გახდება კი ძალიან კარგად თვითონ მოითხოვა ახლა თუ დავინახეთ ყველამ ხო და მაქსიმალური გამოადნო ფაქტიურად ერთი ვთქვათ ბეჭებზე თუ და გააკრავდა ის ქულა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს და რატო უნდა დაუთმოს ახლა შანსს არ აძლევს მამადოვს ძალიან კარგია კარგად მოძრაობს ლერი ახლა დაეკარგა წონასწორობა თავისით მამადოვს თუმცა აღარ გარისკა ლერი და არ ჭირდებოდა ახლა მიხტომა ესე ლერი ესე კარგია ესე ჩავლება აუღე და გააჩერე ეხლა რო ჭირდებოდეს დარწმუნებული ვარ აი ამ მოძრაობაში კიდე გამოადნობდა ლერი ქულებს მაგრამ არ ჭირდება იქ აპელირებს ლერი სახეში მიარტყა ეხლა თავი მამადოვმა და სისხლიც მოსდის მე მგონი ცოტას ამოისუნთქავს ძალიან კარგი ტემპი დააგდო ძალიან ჭკვიანურად მოწოჭა აი ამას ვიძახი ამას სოფაში ბოლო წუთი დაიწყო ვინც ესე ნიუანსებში ერკვევა ამას გძნობს ყველა აი თითოეული მოძრაობა აქვს აი ესეთი ძალიან მაღალ პროფესიონალური ყველაფერი აქვს კი აი ნახეთ უკვე სისხლი გამოჩნდა ამისთვის 4 წუთია გამოყოფილი აი ეს 4 ქულის მოთხოვნაც აი მიუთითებს იმაზე რომ აი უმაღლესი დონის პროფესიონალია ყოჩაღლერი აი მადლობა მართლა გულით მადლობა ამბიც რომ ესე ჭკვიანურად აი ესე დამაჯერებლად აკონტროლებს თლიანად თელ შეხვედრას და მოაქვს შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის კი ბატონო რა ვიცი მომავალში მე კიდევ ვფიქრობ რომ ოლიმპიურ ზონაში კარგი იქნებოდა რომ გადასულიყო ხა თუ დაიკლებს 60-ში ძნელი იქნება
თუ 67-ია, აი იქ სხვა ყავს და მოკლედ ცოტა რთული სიტუაციაა და რა ვიცი ხა. ყველაფერი აქვს აბსოლუტურად გიორგი მას. აი ყველაფერი და რაც თავარია ეს ინტელექტი აქვს უმაღლესი რა, არ ვიცი, ძალიან ჭკვიანია. რაც გადამწყვეტია ხშირ შემთხვევაში, როცა ტოლსტოი თქვა ფიზიკურად მეტოქეები არიან, ყოველთვის ჭკუა, თამაშობს გადამწყვეტ როლს და კი ბატონო, ეხა ჩვენი მწვრთნელიც ძალიან სწორ ტაქტიკურ ხრიქს მიმართავს, რომ ნუჩქაროფო 3 წუთი გვაქვს ამ სამედიცინო პაუზის, ანუ რაც შეიძლება მეტრო დაისვენოს, სუნთქვა გაასწოროს და ასე შემდეგ. თვითონ გძნობს და ესე აქვს კარგი ლერის, შესანიშნავად გძნობს, აი აბსოლუტურად. თუმცა ვფიქრობ არც დაღლა ეტყობა ხა იმდენი ლერის აქ რომ რაღაც ესე ის იყოს კრიტიკული მდგომარეობა. არა, ჯერეთი მიზმომზადება ძალიან კარგი აქვს. ფეხი გამოიყენა მამადოვმა რისთვისაც შენიშნას აძლევს მსაჯი. ხო, უკვე არასპორტულზე მიდის, ესე რომ ვთქვათ, მამადოვი. თავი არ უნდა მიცეს, ისერი. ყოჩახ გაითავისუფლა. პრამეც ამიდა. რა ვიცი, აბა აქ უშანსოთ არის გონია მამადოვი და ძალიან ახლოს ვართ კონტინენტის ოქროს მედალთან. მასტერ კლასი იყო, ეხა თლა თავისუფალი მოიდომა ჩაჩეხვა ეხა თუ რა მამადოვმა, ნუ ეხა ეს გასაგებია რომ უიმედო ეხა რისკში გაუტარეს ეს და რისკიც არ იყო იქ ეხა დასაჯარიმებელი იყო ფეხი ორი ქულა ეკუთვნოდა აბულაძეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ლერი აბულაძე შვენივრად დაიცვა როგორ აკადემიურად აი როგორ ჭკვიანურად აი როგორ ერთი რო არ გვანერვიულა რა ისე მოიგო მისაბაძის სპორტსმენი ყველა მიბაძოს ლერი აბულაძეს ჩვენი გახარებისთვის პირველი ოქროს მედალი ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბერძნულ-რომაული ნაკრებისთვის ულოცავთ ლერის ამ წარმატებას. ბრავო ლერი, ბრავო, მართლა მადლობა. განსაკუთრებით მის მშობლიურ აჭარას, ხულოს. აი უმაღლესი დონის საჭირო ინტელექტი, აი უმაღლესი, ჰაი კლასი რო იტყვიან, იმის იქეთ რო არ არის, ძალიან მაგარია. არ ვიცი, ვისი ამონე, მართლა ერთი წამი, აი ეჭვიც არ შემპარვია, ისე დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოო ჯამში ევროპის ორგზის ჩემპიონი ლერი აბულაძე და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ წელს დუბლი შეასრულოს ლერიმ და მსოფლიოს ჩემპიონატიც მიაყოლოს. მოიგოს. იმდენად ჭკვიანია რომ ახლა ოლიმპიურ ზონაში რო გადავიდეს, მე მგონი რომ იქაც არ უნდა გაუჭირდეს. ჩვენი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა ფაქტიურად. მოისმინოთ საქართველოს სიმბლი. სიამაყით. Ladies and gentlemen, please rise for the national anthem of Georgia. Molimo vas da ustanete I poslušate himnu Gruzije. Ladies and gentlemen, the 2023 European Championship medalist in Greco-Roman Wrestling at 63 kilos.